საახალწლო ღონისძიებები გრძელდება რეგიონებში. ახალი წლის დღეები გაიმართა ფოთში, ლენტეხში, სამტრედიაში და სხვა ქალაქებში. მოეწყო საახალწლო ბაზრობები და კონცერტები, სადღესასწაულო აქტივობები ფოიერვერკით დასრულდა. 2025 წლის საახალწლო ღონისძიებები ახალი წლის დღეები საქართველოში გრძელდება. ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში მოწყობილია მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო გასართობი აქტივობები. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს ტრადიციულად თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საახალწლო ღონისძიება დღეს ფოთშიც გაიმართა. ელფების სახელოსნო სანტას სახლს და საახალწლო ბაზრობას ყველა თაობის ადამიანისთვის განსაკუთრებული განწყობა მოჰქონდა. ღონისძიება რეზო და ბავშვების მასტერისა და ანსამბლ ჰერიოს კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. Გამდექშობა ახალი წელი მინდა მიულოც შემძვრალ ფოთელებს თელ საქართველოს, მინდა არაჩვეულებრივი წინა საახალწლო განწყობა იყოს თელს ქვეყანაში. დღეს ფოთში გრძელდება საახალწლო დღეები, მიუხედავად წვიმიანი ამინდისა დილიდან რიგები იყო თოვლის ბაბუასთან, ბავშვები არაჩვეულებრივ განწყობაზე იყვნენ. ამ საშობაო ბაზრობა მომცა იმის საშუალება, რომ ჩემზე უფრო ფართო მასშტაბით მესაუბრეთ ჩემი თანაქალაქელებისთვის უფრო კარგად გავეცანი, თუ რას მოღვაწეობ და რას საქმიანობ. საახალწლო ღონისძიებები გაიმართა სამტრედიაშიც. ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა დაეთვალიერებინათ. მოეწყო მოსიარულე კოსტიუმირებული ორკესტრი, ინტერაქტიული და თემატური ფოტოზონები, საბავშვო წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი აქტივობები და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან. ხალისიანი და საზეიმო განწყობით ხვდებით დამტეხშობა ახალწელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მიმდინარეობს მრავალფეროვანი კულტურული შემოქმედებითი ღონისძიება, მისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. ვიმყოფებით სამტრედიაში არაჩვეულებრივი განწყობა, წინა საახალწლო მოსულია უამრავი ბავშვი და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა რეგიონისთვის საახალწლო განწყობა. წინა საახალწლო განწყობა დღეს წეროვანის დევნილთა დასახლებაშიც იგრძნობოდა. მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობის სივრცეები და გამოფენა გაყიდვა. ასევე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო პროგრამა დღის ბოლოს ტრადიციულად კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. წეროვნის დევნილთა დასახლება მასპინძლობს საახალწლო ღონისძიებას. გამართული არის საახალწლო გამოფენა გაყიდვა. არის ძალიან ბევრი ბავშვებისთვის გასართობის სივრცე, მიმდინარეობს კონცერტი და აქვე მინდა ჩვენ დევნილებს მიულოცოთ ამდეგიშობა ახალი წელი, უსურო მშვიდობა პირველ რიგში, სიკეთე, ხვავი, ბარაქა და ბევრი სიხარული. ჩვენთან წეროვანში დევნილთა დასახლებაში ძალიან კარგი საახალწლო განწყობა არის. მოეწყო საახალწლო ღონისძიება, კონცერტი, გამოფენა გაყიდვა. ჩვენთვის მცირე მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიებები, მეტი პოპულარიზაციისთვის. წეროვნის დევნილთა დასახლებაში არის საახალწლო დღეები, კონცერტი, თოვლის პაპაც არის. ასევე არიან ზღაპრის გმირები, ანიმატორები, ასევე არის თამაშები და ძალიან კარგად ვერთობთ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახმეტაში საახალწლო ღონისძიება წელს განსაკუთრებული იყო, რადგან წინა საახალწლო განწყობა დედაქალაქიდან მოწვეულმა შემსრულებლებმა გაულამაზეს. მერიის მიმდებარედ მოწყობილია საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები, ინსტალაციები და ადგილობრივი ნაწარმის საშობაო ბაზრობა. მთელი დღის განმავლობაში იხალისეს პატარებმა, მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი საშუალებები მათთვის, ასევე იყო ანიმატორები, სანტა კლაუსი, თოვლის პაპა. ღონისძიება თბილისიდან მოწვეულმა მომღერლებმა დააგვირგვინეს შესანიშნავი კონცერტით. გილოცავთ დამდეგი შობა ახალ წელს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს დღესასწაული. გავდივართ რეგიონებში, დღეს ახლა ვიმყოფებით ახმეტაში და არაჩვეულებრივი განწყობილებაა, სადაც ჩავედი და ახმეტა განსაკუთრებით გამოირჩევა სიტყვოთი, სიყვარული. ეს ახმეტა ძალიან კარგად არის მორთული, სასიამოვნო ღონისძიებები ჩატარდა. ასევე იყო ძალიან კარგი აქტივობები ბავშვებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში ასეთი ღონისძიებები ტარდება და ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს.
საახალწლო სამზადისმა განსაკუთრებული ხიბლი შემატა ლენტეხსაც. მთელი დღის განმავლობაში ლენტეხის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართებოდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი. საზეიმო ვითარებაში ქართული მრავალჟამიერის ფონზე აინთო ქალაქის მთავარი ნაძვისხე. დღე გალა კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ჩვენ ვიმყოფებით ქვემო სვანეთში, ულამაზესი აქაურობა. ძალიან ბევრი ბავშვია მოსული, ჩვენ შევეცდებით რომ მათი გულები გავახაროთ, უმღეროთ ბევრი და ერთად ისიამოვნონ მათ ამ საოცარი საღამოთი. ძალიან ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ და ბავშვებს და ლენტეხელებს ვეფერები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 63 ქალაქში და დაბა ბაკურიანში იმართება.